ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თემები გადაიტანოს, მთავარი თემები ასე ვთქვათ, დამიიჩქოლოს და გადაიტანოს სრულ აბსურდზე, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ პრეზიდენტის კონსტიტუცია არ დაურღვევია. ყველამ კარგად ვიცით, რომ პრეზიდენტის ერთადერთი ახლა რასაც აკეთებს და ამ წუთას რასაც აკეთებს არის ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ მოისპოს საბოლოოდ. თუ არა, რომ შეფერხებული რო უკვე ძალიან კარგად ვიცით ესეც ყველამ, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვიწევს საუბარი და ზუსტად იმის ახსნა, რომ აბსურდია, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება და მეორე მხარეს არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად რა უნდა გავაკეთოთ, პარლამენტში რამდენი კანონი გვაქვს შესაძლებელი იქნება, ამაზე დაგვიჯდნენ, ამაზე გველაპარაკონ და ასე შემდეგ. გადატანილია მთელი აქცენტი იმაზე, რომ ვიღაცა ვითომ კონსტიტუცია დაარღვია. ეს ერთი ნაწილი და მეორე, თავისთავად იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უკვე ეს არის, სწორედ რომ საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე. პირდაპირ საბოტაჟია, ამას არერთხელ გაესვა ხაზი. ასევე პირდაპირ საბოტაჟია ის, რაც რუსულ სტილში მოლაპარაკე, ზახაროვას სტილში მოლაპარაკე ნათია თურნავამ გააკეთა ამ დღეებში, იმიტომ რომ ისეც არ ის რომ ევროკავშირის ელჩი მიდის და ხაზს უსვამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ეს იმას ნიშნავს, რომ დარტყმა, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ევროპელები თვლიან, რომ ეროვნული ბანკიც კი აღარ არის დამოუკიდებელი, თორე აქამდე ასეთ განცხადებები რატო არ გაუკეთებია არავის ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით. ერთი რამ არის ცხადი, რომ დღეს უკვე ეროვნული ბანკი არის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ამ ხელისუფლების დავალებების შემსრულებელი.